საშობაო ალილო თბილისში ტრადიციული კოსტიუმირებული და თეატრალიზებული სახალხო მსვლელობა დასასრულს უახლოვდება. მგალობელთა გუნდის საშობაო საგალობლს ასრულებს და ხალხს შობის დღესასწაულს სიმღერით ულოცავს. მსვლელობის მონაწილეებს გზა და გზა მოსახლეობა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. შემოწირულობა კი ბავშვთა სახლებსა და უმწეულთა თავშესაფრებში გადააწილდება. სახალხო მსვლელობაში ელისო ჯარიაშვილის მონაწილეობს და მას ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ. ელისო, რა ხდება ამ წუთებში, დასრულდა თუ არა მსვლელობა? ლევან, ამ წუთებში საშობაო ალილოს მსვლელობა უახლოვდება პრეზიდენტის სასახლეს, სადაც ადმინისტრაციის წევრები ალილოს მონაწილეებს ელოდებიან საჩუქრებით. მახარობლებმა პატარებმა, რომლებიც ალილოს მსვლელობის დროს განასახიერებენ ანგელოზებს, საჩუქრები მიიღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისაგან უწმინდესი და უნეტარესი საპატრიარქოს წინ ელოდებოდა მსვლელობას. მიესალმა დაალოცა მსვლელობის მონაწილეები პატარებს გადასცა საჩუქრები და შობის დღესასწაული მიულოცა. ცოტა წინი არის. ეს არის ბედნიერი დღესასწაული შობათა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ეს არის ზეიმი ცისა და ქვეყანისა. ეს არის შესაერთი ცისა და ქვეყანისა და როგორც საგალობელში წერია ციშობელმა დედამ მოძდრიკა ცანი და გარდა მოვიდა უფალი ჩვენი. ბედნიერი იყოს მთელი საქართველო. საჩუქრებითა და ტკბილეულით ელოდებოდნენ ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის წინათ დეპუტატებისათვის. ალილოში მონაწილეობის მიღება ეს უკვე ტრადიცია. ალილოს მონაწილეებისათვის მას შემდეგ რაც ისინი დაიწყნენ ვარდების მოედინა, პირველი გაჩერება იყო სწორედ პარლამენტის შენობა. განსაკუთრებით დღეს აქტიურობდნენ დეპუტატების შვილები. შობა ალილო არის ის დღესასწაული და ის დღე, როდესაც რანგისა და სტატუსის მიუხედავად ალილოს მონაწილეების სიხარულს და განწყობას ყველა იზიარებს. მრავალ შობას და ეს არის ძალიან ლამაზი ქრისტიანული ტრადიცია, რომელიც ემყარება სიკეთეს, ქველმოქმედებას, მოყვასის დახმარებას და ალბათ შობას ისე როგორც არც ერთ სხვა დღეს უხდება სწორედ ქველმოქმედება და სხვა ადამიანებზე ზრუნვა. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად ოჯახთან ერთად მაქვს საშუალება მონაწილეობა მივიღო ალილოში. ძალიან მომწონს ეს ტრადიცია და ყოველთვის ვხალისობ, როდესაც საჩუქრებს ვარიგებ. წელს ვაჩუქეთ კამფეტები, ჩურჩხელები და სხვადასხვა ხილი. რას ნიშნავს ეს ტრადიცია და მაგინი იღებს უპირველეს ყოვლისა თანადგომას, სათნოების გამოხატვას და ყურადღებას იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც უჭირთ. ჩვენი რწმენა სწორედ ამაში მდგომარეობს. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მივიღე ალილოში მონაწილეობა და პირველად ვარ მე ვაფშე აქ. დეპუტატების შემდეგ ალილოს მონაწილეებს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და ალილოს მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ასევე საკრებულოსმაც. საკრებულოს თავმჯდომარე დახვდა მსვლელობას და საკრებულოს წევრებმა დააწყვეს ურმებზე საჩუქრები, ის ნობათი, რომელიც შემდგომ უკვე შეიკრიბება სამებაში. ტრადიციის თანახმად უკვე მე რამდენი წელია ალილო ასრულებს თავის მსვლელობას სწორედ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც შეიკრიბება მთელი შემოწირულობა, რომელიც უკვე უნდა დაურიგდეს მოკლებულ ბავშვებსა და მოხუცებს. დიდი მადლობა ელისო ჯარიაშვილი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში. თეატრალიზებული მსვლელობის მონაწილეებმა შეკრება 2 საათის წინ ვარდების მოედანზე დაიწყეს. მასში სასულიერო პირების ტიქაროსნები თეთრი დროშებითა და ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი პატარები მონაწილეობენ. მეალილოვეებმა რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედანი და პუშკინის ქუჩა გაიარეს. კონკასთან მსვლელობის მონაწილეები საპატრიარქოში გადავიდნენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შეხვდა და ტკბილეული გადასცა. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძართან დასრულდება. საქართველოში ალილოს ტრადიცია მე-5 საუკუნიდან იღებს სათავეს, მისი აღნიშვნა ბოლო 11 წელია, რაც მისი უწმინდესობის ინიციატივითა და ლოცვა კურთხევით აღდგა.
You know, I've been here for more than 1 year. მე ძალიან მომწონს ალილოს მსვლელობაში, აშენად ზუსტად აქ ვიყავი და სამებამდე გავყევი ხალხს. ეს ძალიან კარგი ტრადიციაა. Very cool. აი ჩვენს პატარა საჩუქრი გოის დედა გიორგი. და დავდეთ ჩავდეთ კალათაში და გიორგი მეცის რომ ამას მეუტანენ მე იმ ბავშვს ვისაც არის დედა ყავს არც მამა. გილოცავთ შობა ხალხს ბრავალს და ეს არის სიმბოლურად რაც ანგელოზებმა გააკეთეს, ანუ ახარეს კაცობრიობას ქრისტეს განკაცება და ამ სიხარულს ჩვენც ვახარებთ კაცო მოსახლეობას, თან ხალხს მოაქვს შეწირულობა იმათვის, ვისაც უჭირს, ვინც ვერ მოვიდა ტაძარში, ვერ მოახერხა მოსვლა, მრავალშვილიანი ბერიან გაჭირებულები და ამას მე ვურიგებ. ამ ეს სიხარული და მოწყალება ერთადაა.